ბატონებო, მინდა გითხრათ, მე მაინც საქართველოს მოსახლეობის პატივისცემის ნიშნად მე არ ვაპირებდი ღრმად შევხებოდი დღევანდელი უმრავლესობის მიერ არაფრის მაქნის დებატებს და ღრმად შევსულიყავი ამ დებატებში, მაგრამ პატივისცემის გამო საქართველოს მოსახლეობის მიმართ მინდა ვთქვა, ქალბატონმა მანანამ ძალიან შტამბეშტავი ტონით ისაუბრა დიქტატორულ კანონზე, რომელიც თუნდაც პრეზიდენტ სააკაშვილის აძლევს უფლებას დაშალოს ერთპიროვნულად დღევანდელი მთავრობა და მინდა საქართველოს მოსახლეობის გასაგონად ვთქვა, რომ არანაირ სხვა უფლებას და სხვა ცვლილებას დღევანდელი უმრავლესობა არ გვთავაზობს, პირიქით პრეზიდენტს ურჩება ისევ იგივე უფლება მთავრობის დაშლასთან მიმართებაში, მას ყოველ წუთს, ყოველ წამს ახალი ცვლილებებითაც შეუძლია დაშალოს დღევანდელი მთავრობა. უფრო მეტიც პრეზიდენტს ამ ცვლილებებით აძლევენ უფლებას დაშალოს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტიც. ერთადერთი, რასაც თუმე პრეზიდენტი ვერ შეეხება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ფორმალურად ხალხის მიერ არჩეული არ არის, თუმცა დიახ ვაღიარებ, რომ საქართველოს მოსახლეობამ მხარი დაუჭირა და ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილს და არადღეს აქ წარმოდგენილ უმრავლესობას ქართული ოცნებიდან. ბატონებო, ბატონმა მე შემზარა უბრალოდ ლაპარაკმა იმაზე, რომ დიქტატურა მყარდება და ამას ლაპარაკობს ის უმრავლესობა, რომელიც ძალიან მშვიდად ხდება პრემიერს ივანიშვილის გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც მან გუშინწინ და სერიოზული განცხადებები გააკეთა, მინდა გითხრათ. თურმე ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა, იმიტომ კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ქვეყანა სამეში ჭირდება, არა ეს მას პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილი ჭირდება იმისთვის, რომ კონტროლი განახორციელოს კარგად პარლამენტზე. საოცარია პირდაპირ როგორ მშვიდად ხვდებით და არეულებით პრემიერ ბიძინა ივანიშვილს, რომ კლასიკური დემოკრატიის ქვეყნებში, რომელსაც ის კვირდება საქართველოს მოსახლეობას, პარლამენტი ამყარებს კალტროს მთავრობაზე და არა პრემიერი პირიქით პარლამენტზე. მინდა გითხრათ, რომ ბატონმა პრემიერმა საოცარი განცხადება გააკეთა თქვენთან შეხვედრაზე, როდესაც მან თქვა, რომ ჩამოვიდა იმისთვის, რომ თურმე უმრავლესობა კარგად არ ისმენს მის განცხადებებს და არ იმახსოვრებს. სამწუხაროდ, უпростоრად საბედნიეროდ, ჩანს, რომ თქვენ ნაწილობრივ მართლა კარგად არ უსმენთ ბიძინა ივანიშვილს, ეს თქვა ცუდი არ არის. უსმენთ მარტო იმ ნაწილში, სადაც როგორც ჩანს მოგეცათ დავალება, რომ ატეხოთ ისტერიკა მომავალ რაღაც არარსებულ დიქტატურასთან დაკავშირებით. პრემიერმა ივანიშვილმა გუშინ გარკვევით და მკაფიოდ თქვა, ეს ცვლილებები არ ჭირდება ქვეყანასო. თქვა ბატონებო, რომ ეს დებატები, რომელსაც დღეს თქვენ აწყობთ, არაფრის მაქნისი და არაფრის მომცემია და არის მხოლოდ შოუ საქართველოს მოსახლეობის ყურადღების გადასატანად იმ პრობლემებისაგან, რომლებს პრობლემებშიც მიუხედავად თქვენი დიდი დაპირებებისა, საქართველოს მოსახლეობა სამწუხაროდ აღმოჩნდა. ბატონებო, მაღალდეთ, მაგრამ ივანიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ასე სჭირდებოდა თითოეულ დეპუტატზე უმცირესობიდან ზეწოლის განსახორციელებლად. მაპატიეთ, მაგრამ ყოველ წუთს, ყოველ წამს ბატონი ივანიშვილი და ეს არის ჩემი შეფასება და ვარ თუ არა მართალი, ამას საქართველოს მოსახლეობა განжის, ყოველ წუთს ემუქრება არა მარტო უმცირესობის წარმომადგენლებს, არამედ უმრავლესობის წარმომადგენლებსაც და ამბობს, რომ დაამთავრდება იმ ადამიანის პოლიტიკური კარიერა იქ, რომელიც კი გავა კოალიციიდანო. არ უშვებს შანსს ფეხი არ შეაწმინდოს წარმოდგენილი კოალიციაში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და თქვენგან მესმის დემოკრატიის დიდი მებაირახტრებისაგან, სააკაშვილის საჩინელი ხელისუფლებისაგან აღშფოთებული ყოფილი უმცირე ოპოზიციისაგან მესმის სასიამოვნო ხმები თუ როგორ გაგებით ხვდებით ბიძინა ივანიშვილის ამა თუ იმ მოთხოვნას, როდესაც ბატონი ივანიშვილი ოცნებასაც კი გიგზავნოთ, ლაპარაკსაც კი გიგზავნოთ შიდა პარტიულ გარჩევებში, რა პოზიცია უნდა გქონდეთ თქვენ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან თუ ასე შემდეგ. გარდა ამისა, ბატონებო, სააკაშვილის ხელისუფლება არასდროს ისე უღირსად არ მოქცევია თავის თანამებრძოლებს, თუმცა ჩვენც გქონდა, მინდა გითხრათ, პრობლემები და იცის დათო ბერძენიშვილმა თავიდან, როცა ჩვენც გავიარეთ ეს მძიმე სიტუაცია, როდესაც რევოლუცია ახალი მომხდარი იყო და რევოლუციას ყოველთვის ახდენს გულანთებული ტიპები, მაგრამ რევოლუცია იმართება კაბინეტებიდან და რევოლუციას ყოველთვის ეტნასნება მედროვეები. და დღეს თქვენ და თქვენი პრემიერით იმ თქვენ თანამებრძოლებს, რომელთაც ზურგზეც მოხვედით ამ პარლამენტში, აგენტებს, შეგზავნილებს, ჯაშუშებს და ათას ბრალდებაში ცოდვას, თუმცა ეს თქვენი პრობლემაა და თქვენია შიდა პრობლემა ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. ბატონებო, ბატონმა ბიძინამ საინტერესო ჩვევა გამოუმუშავდა ბატონ ბიძინას, როგორც კი ჟურნალისტებთან რაიმე არასასიამოვნო კითხვას მოისმენს, გადადის შეტევაზე, თვითონსო შეკითხვას ვერ თვითონვე პასუხობს. მან ერთ-ერთ ჟურნალისტს გუშინ შეტევაზე ბორიგი გადასვლის დროს უთხრა, რომ რომელი დაპირება არ შევასრულეო და იქვე გაცა პასუხი. ყველა დაპირება შევასრულეთ,
და ზოგი გადაჭარბებითაც კიო. უბედურო საქართველო, რომელიც ელოდება ბიძინა ივანიშვილისაგან დაპირებების შესრულების დაწყებას, თურმე ეს დაპირებები უკვე შესრულებულა და ზოგიერთ პუნქტში გადაჭარბებითაც კი. რას ლაპარაკობ და რაზე ლაპარაკობთ ხალხო? მე მინდა გითხრათ თქვენ, ძალიან ლოგიკურ ჯაჭვში ჯდება ბათალბატონო ბანანა ის ძალადობების ის უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც თან ძდებდა ჩვენს საკონსტიტუციო განხილვებს ბატონ ივანიშვილის განცხადების შემდეგ. თქვენ განცხადება არ გინდოდათ. თქვენ არ გინდოდათ განხილვა საკითხის პარლამენტის დომაზე. სკეჩი საყრელადაც კი არ შემოიტანეთ პარლამენტის დომაზე ეს საკითხი. თქვენ გინდათ შოუდათ და გინდათ რომ შოუებით გადაფაროთ ის პრობლემები, რომელიც წინაშეც ქართველი ხალხი დგას და საქართველოს მოსახლეობა თქვენგან შოუს არ ითხოვს ბატონებო. საქართველოს მოსახლეობა თქვენგან არ ითხოვს სანახაობებს. საქართველოს მოსახლეობა თქვენგან ელოდება ტარიფების განახევრებას. საქართველოს მოსახლეობა ქალბატონო მანანა ელოდება და ძალიან კარგია რომ თქვენ უკვე გახდით იმ ადამიანების ოჯახის წევრი, რომელთაც ამ საქმესთან შეხება აქვს. სად არის ის ლარი, რომელსაც თურმე საქართველოს ბენზინის მწარმოებელი ბენზინით ბიზნესით დაკავებული ორგანიზაციების ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ დებდნენ თურმე ტარიფში. სად წავიდა ეს ლარი, რატო არ მოაქვს ფასებს? აქ მხოლოდ ორი ლოგიკა არსებობს. ან ეს ლარი არ იყო და თქვენ ტყუილს ეუნებოდით თავის ძროზე მოსახლეობას, ან ეს ლარი უკვე სხვა ჯიბეში მიდის და ეს ჯიბი ალბათ სადღაც თქვენსკენ უმრავლესობისკენ უნდა მოიკითხოთ თუ ეს ასე იყო. მაგრამ მე ვაწუხებ საქართველოს მოსახლეობას, ერთს არც მაშინ იყო ასე და არც დღეს არ არის ასე. თქვენგან საქართველოს მოსახლეობა ელოდება პენსიონერები 240 ლარიან პენსიას და არა 155 ლარიან პენსიას, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის რომ წინა ხელისუფლების მიერ უკვე 2013 წლის წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში 165 ლარიან პენსიაზე იყო პროექტში უკვე ლაპარაკი. თქვენგან საქართველოს მოსახლეობა ელოდება დაბალ პროცენტიან 0 და ხანდახან ამბობდით რომ 2-3%-იან კრედიტებს და არა 8 და 7%-იან კრედიტებს, როგორც დღეს ეს გვაცნობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა. თქვენგან საქართველოს მოსახლეობა ელოდება მაღალ ტექნოლოგიებს, თქვენგან საქართველოს მოსახლეობა ელოდება დაუყოვნებლივ გახსნის პირობით და დადებული პირობით გადამამუშავებელ საწარმოებს. თქვენგან საქართველოს მოსახლეობა ელოდება ქალბატონო მანანა და ბატონო პრემიერო ელოდება უამრავი სტუდენტობა შეწყვეტილი ადამიანის დავალიანებების დაფარვას, იმიტომ რომ თქვენ ამ დაპირებებს იძლეოდით. თქვენგან საქართველოს ათასობით სტუდენტი ელოდება უფასო განათლებას და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ შესრულებადია. დღეს საქართველოს ხელისუფლება დგას დილემის წინაშე. ის ან პატიოსნად გამოაცხადებს, რომ მისი წინასაარჩევნო დაპირებები არ იყო რეალური, ან სინამდვილეში დაიწყებს მოჩვენებითად ვითომ ამ დაპირებების შესრულებას და ვაი მაშინ საქართველოს, იმიტომ რომ ამ დაპირებების შესრულების შემთხვევაში, ცდელობის შემთხვევაშიც კი საქართველოს ეკონომიკა უბრალოდ ერთ წელიწადში არ იარსებებს და ვეღარ იარსებებს. ბატონებო, მე მაქვს იმედი რომ აქ რაღაცა ნაბიჯებს ნამდვილად გადადგა წინ. ეს ეხება ეგრეთ წოდებულ სასოფლო სამეურნეო ბარათებს. და ეს ნამდვილად ჭირდება ეს დახმარება საქართველოს მოსახლეობას. მაგრამ არც ეს არ არის ბატონებო თქვენი დაპირება. თქვენ საქართველოს მოსახლეობას პირდებოდით უფასო ხნა, თესვას, მოსავლის მოყვანას ბაზრებამდე მიტანითაც კი. ის რაც დღეს კეთდება და ვიმეორებ რომ არაფრის გაკეთებას ნამდვილად ჯობია რომ ეს მაინც გააკეთოთ. ეს არის მიუხედავად იმისა რომ უმცირესობაში ვზივართ უნიჭო დეპუტატები და პრემიერის მაღალ ნიჭთან და ინტელექტთან ახლოსაც ვერ მოვართ. ეს თქვენი ეგრეთ წოდებული სასოფლო სამეურნეო ბარათი არაფერია თუ არა მართლაც უნიჭო ანალოგი ჩვენი 1000 ლარიანი ვაუჩერისა. რატომ ამბობ უნიჭოს? იმიტომ რომ ჩვენ ქონდა გააზრებული რაში, როგორ, სად უნდა დახარჯულიყო ის 1000 ლარი. თქვენ ჯერჯერობით როგორ რანაირად შეიძლება ამ 300 როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, თუმცა როგორც პრემიერი ამბობს 400 თუ ზოგჯერ 500 ლარიანი ვაუჩერის და როდის რა და როგორ და რანაირად ეს მექანიზმი არსად არ აჩანს. ეს ვაუჩერი ნამდვილად არის ჩვენი 1000 ლარიანი ვაუჩერის გადამღერება და მინდა გითხრათ რომ ჩვენ ამით ნაწყენები
მოგზაურები არა ვართ. თქვენ რომ თანამშრომლობით დაგეწყოთ თქვენი თართოლობაში მოსვლის პირველივე დღიდანვე გარწმუნებთ რომ თქვენთვისაც უკეთესი იქნებოდა და ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა და რო არ დაგეკარგათ იმ ძალადობებზე რომელსაც თქვენ ახორციელებთ უმცირესობის და ხელისუფლებაში წარმოდგენილი სხვადასხვა შტოებში სხვადასხვა ადამიანების მიმართ. თქვენ ამბობთ რომ ჩვენ თურმე გველანდება დასავლური კურსის საიმედოობის საფრთხეები და რომ თურმე ურყევია ჩვენი დასავლური კურსი. აბადეთ, მაგრამ ნაკლებად მაინტერესებს თქვენ გასაცხადებთ. ბიძინა ივალიშვილი ჩემთვის ნამდვილად უფრო მთავარია ამ შემთხვევაში და თქვენ მაშინ მოგიწევთ. ჩვენ არ ვამბობთ რომ ეს კურსი საფრთხის ქვეშ დგას. ამას ამბობს ბიძინა ივალიშვილი. ამას ამბობს ის განცხადებები, რომელსაც ბიძინა ივალიშვილი აკეთებს. ამიტომ თქვენ მოგიწევთ განმარტების გაკეთება. რას ნიშნავს ბიძინა ივალიშვილის გაკეთებული განცხადება სომხეთის მისაბაძ მაგალითად გახდომასთან დაკავშირებით. რას ნიშნავს ბიძინა ივალიშვილის გაკეთებული განცხადება, რომ ყარსი ახალქალაქი ბაქო ახალქალაქი ყარსის რკინიგზა, რომელიც პოლიტიკური მნიშვნელობისაა და არა მხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობის, თურმე ეტვის ქვეშ დგას, მაშინ როდესაც პირდაპირ ვაწვევით ყოველგვარი პირობების გარეშე აფხაზეთის რკინიგზის გასნას. მე შემზარა უბრალოდ სომხეთის პრეზიდენტის სარკისიანის განცხადება, რომ თურმე ბატონმა ბიძინა ივალიშვილმა გაარწმუნა, რომ ამ აფხაზეთის რკინიგზის გასნა ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა. რა ხდება ბატონებო, რაზეა ლაპარაკი? იმის მაგივრად რომ ჩვენ მეზობელ პარტნიორ ქვეყანას სომხეთს და მეზობელ მოწინააღმდეგე ქვეყანას აქეთ ვათხოვნინებდეთ რომ გაიხსნას თუ არ გაიხსნას აფხაზეთის რკინიგზა, ჩვენ პირიქით იქეთ ვთავაზობთ და თან ვეხვეწებით რომ რამენაირად ამ რკინიგზის გახსნა მოხდეს და მაშინ როდესაც ყარსი ახალქალაქი ბაქოს რკინიგზის თურმე კითხვის ნიშნების ქვეშ დაყენება არის საჭირო. სწორედ ამიტომ ამბობთ ბატონებო რომ თქვენი დასავლური კურსი, თქვენი მე გულწრფელად ვჯერა რომ აქ წარმოდგენილ პარტიებს დასავლური კურსი ნამდვილად აქვს, მაგრამ ერთია თქვენ რა გინდათ და მეორეა რა უნდა ბატონ ბიძინა ივალიშვილს, იმიტომ რომ ის სწორად აცხადებს, რომ რომელიღაც თქვენი პარტიების ფასი არაფერია მის გარეშე და მისი შეფასება სამწუხაროდ არის ძალიან სწორი. ეხლა რაც შეეხება ქალბატონ თინა ხიდაშელის გამოსვლას ჩემთან მიმართებაში, როდესაც მან ახსენა. დიახ ბატონებო, თავის დროზე მე ხარი მაქვს დაჭერილი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ რომ ეს კანონი თავის დროზე ეცვლება მიღებული იქნა ჯერ კიდევ 2003 წლამდელ პარლამენტში, როდესაც მას ვადა გაუგრძელდა. ეს იყო ინიციატივა ნაციონალური მოძრაობის კოალიციის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიოდა რესპუბლიკური პარტია და ამის შემდეგ რესპუბლიკურმა პარტიამ ამ ცვლილებების განხორციელების შემდეგ მიიღო ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად 2004 წლის არჩევნებში მონაწილეობა და მე ამ ბრალს არ ვდებ რესპუბლიკურ პარტიას, მაშინ ჩვენ ეს შეგნებით გავაკეთეთ, მაშინ ჩვენ ვამბობდით რომ საჭიროა ხელისუფლების კონცენტრაცია, იმიტომ რომ ქვეყანა წუმპიდან უნდა ამოგვეყვანა, ქვეყანა ჭაობიდან უნდა ამოგვეყვანა. დღეს ბატონებო თქვენ ჩაგვარდათ განათებული, გაწკრიალებული, აწყობილი სახელმწიფო ინსტიტუტების მქონე ქვეყანა და თქვენი ერთადერთი ამოცანა ის კი არ უნდა იყოს რომ ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანოთ. თქვენი მის მიმართ ერთადერთი თხოვნა რამენაირად ქვეყანა კვლავ ჭაობში არ დააბრუნოთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოუწოდო მაჟორიტარ დეპუტატებს. მე მინდა ვთხოვო ქალბატონ მანანა კობახიძეს როგორც ვიცე-სპიკერს და როგორც ასევე მაჟორიტარს. არის თემები, რომლებიც ჩვენ მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური კუთვნილებისა ნამდვილად საერთო გვაქვს. და მე გთხოვდით ქალბატონო მანანა, აი იმ ფორმატში რაც დღეს ბატონმა დათმობზანა, ჩვენ მაჟორიტარები შევიკრიბოთ და კარგად მოვიკითხოთ რა ხდება ენერგეტიკის სფეროში. მე მაქვს ინფორმაცია, რომ 1 გრძივი მეტრიც კი გაზ გაყვანილობისა წელს არ გაკეთდება. მე მაქვს ინფორმაცია, რომ გაურკვეველი ვადით გადაიდო ელექტრომრიცხველების გამრიცხველიანების გეგმა. ბატონებო, მაპატიეთ, მაგრამ კარგია თუნდაც 2-3 თეთრით ტარიფების დაკლება, მაგრამ ეს კარგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც გაზი უკვე აქვს. ეს კარგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკვე
ინდივიდუალური მრიცხველი დაუდგა. მე გარწმუნებთ, რომ თუ ეს ყველაფერი მოხდება იმის ხარჯზე, რომ იმ ადამიანებს, ვისაც გაზი ჯერ არ მიუღიათ, იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ ინდივიდუალური მრიცხველები არ დაუდგიათ, უახლოეს მომავალში ამის პერსპექტივა წაერთმევათ, მაშინ მე გარწმუნებთ თქვენ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმე იქნება ამ ადამიანებისათვის. და ჩვენ შევიკრიბოთ კარგად და მოვიკითხოთ ერთი რა ხდება ამ სფეროში. რა გეგმები აქვს? მე ვიცი, რომ 2013 წლისთვის უნდა დამთავრებულიყო გამრიცხველიანება. 2014 წლისთვის უნდა დამთავრებულიყო გაზიფიცირება. ეს თემები გადაიწია გაურკვეველი ვადით. მე ვიცი, რომ 450 მილიონი ლარია თურმე რეგიონალური განვითარების სამინისტროში. მაპატიეთ, მაგრამ თითოეულ ჩვენდაგვანს გვაინტერესებს ალბათ, როგორ იქნება განაწილებული ეს თანხა რაიონებზე და გვექნება თუ არა რაიონებს საშუალება ყველა კომპონენტის ილამაზისთვის სალონი ლეტუალი მარჯანიშვილის ოთახში.